გამარჯობათ მეგობრებო, ყველა სიხარული ბედნიერება და ყველაფერი კარგი და რაც თავარია უფალი იყოს ჩვენთან. და მით უმეტეს დღეს, როდესაც ვესწრებით ყველაზე დიდ დღესასწაულს, უფლის შობას. და სად არა თუ ანჩისხატში და მით უმეტეს ჩემთვის, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის როგორ ვამბობ ხოლმე, ნატურალურად და ბუნებრივად ვიღებთ იმას, რაც ჩემ გარშემო ტრიალებს და ჩემ გარშემოდან გამომდინარე, ჩვენ გარშემო, რომელიც ჩვენთვის გასახარად და სიხარულისთვის ხდება ეს ყველაფერი. დავესწროთ შობას და ერთად მივიღოთ ის მადლი, რასაც გვაძლევს სამყაროს შემქმნელი, უფალი და ნახოთ, ცოტა ხანში ჩვენებურად მივიღოთ მადლი და მე ძალიან გამიხარდება, რომ ეს სიხარული და ბედნიერება ჩემთან ერთად თქვენც მეგობრებო, თქვენც მიიღოთ, არა მარტო მივიღოთ, შევითვისოთ, გავიაზროთ და ვიბედნიეროთ. ვიდეოს გადაღებას დავიწყებდი, ვიფიქრე ცოტა საინტერესო რო იყოს და შემეცნებითიც რო იყოს და ჩვენებურად რო იყოს ეს გადაღება, თან დავესწროთ და თან ვუყუროთ იმ ღირებულებებზე, რასაც ტაძარი, ანჩისხატი და კერძოდ ეს პროცესი გვაძლევს. ტურისტული ბიზნესიდან მინდა გავიხსენო ერთი მომენტი რა. ეხლა მოგეხსენებათ უცხოელები ძალიან რელიგიურები არ არიან და თავისებურად ძალიან მატერიალურად უყურებენ და ერთხელაც ერთი ტურისტები ებრაელთა ჯგუფი იყო, აყვანილი მყავდა ჯვარზე. როგორც ამბობენ, ცოდვა გამხელილი ჯობს და მეთქი ახლა ეს ებრაელები არიან, ეხლა ბევრსაც არ ვილაპარაკებ მეთქი. ძალიან ისე ზედაპირულად მოუყევი ჯვრის შესახებ და გამოვედი და ხედავ ერთი ორი ებრაელი ცოლქმანი იყვნენ. არ გამოდიან რა. შეყონდი და მეთქი რა ხდება მეთქი და მე რო გამოვიდე მეთქი ამდენ ხანი რა ცოტა ისე კულტურულად უთხარი და ჯაი რო შემოვდივარო ამ ტაძარშიო ხო შემოვედიო და აი თითქოს რაღაცა არისო და ძნოფო რო აქ მერთი არისო რა ამას მეუნება ებრაელი გაქანებული ისრაელიდან ჩამოსული ის იყო და მეც უყურებ და აი პიტაბრი გეტყვით ახლა ვიმეორებ ცოდვა გამხელი თქოს ჯობია ვითქვასო და იმის შემდეგ მე უკვე რაც არ უნდა ტურისტი იყოს, რაც არ უნდა ათეისტური ქვეყნიდან წამოსული ადამიანი იყოს, შემოვდივარ, უკვე ბოლომდე ვიხარჯები და მთელ ისტორიას და მთელ ღირებულებას და მთელ ცნობიერებას, რასაც ქვია სარწმუნოება და განსაკუთრებით ჩვენი მართლმადიდებლური ღირებულებიდან გამომდინარე, უკვე თავიდან ბოლომდე ხარისხიანად და გულით უყვები ხოლმე. ხო არ გაიყინე? ოჩახატი ყავი, ოჩახატი. რა უფლება მაქვს არ გადავიღო და უბრალოდ არ დავიხარჯო და არ მოუყვე ის ღირებულებები, რასაც ჩვენი სწავლება, ანუ მართლმადიდებლობა გვასწავლის. და მით უმეტეს მე, რომელიც გავიზარდე სიონის ეზოში და გინდა ამის წევრი გავხდი ყველა მხრიდან. მთელი ბავშვობა გატარებული მაქვს სიონის უბანში. ეხლა ვინც სიონის უბანში ცხოვრობს, ხაჟომების ოჯახი, ეს ოჯახი ბედნიერი სამი ძმანი ცხოვრობდნენ, ერთ-ერთი ძმა დღემდე ჩემი მეგობარი ძმაკაცია და ერთ-ერთად ვართ 10 წლის ასაკიდან, თავისთავად მოგეხსენებათ ახლა კლასელები, ხო იცით? კლასელების მეგობრობა სულ სხვარი და 10 წლის ასაკიდან იქ სულ შაბათ-კვირა იყო თუ რა, სკოლის შემდეგ სულ იქ ვიზრდებოდი და ეს ოჯახი და სიონი ხო იყო და სიონის გვერდზე იყო საპატრიარქო. მოგეხსენებათ მე კომუნისტების პერიოდში დაბადებული ազდილი ვარ, გაზრდილი და
მაშინ ამ სიონის ტაძარში 1-10 კაცი თუ შეიკრიფებოდა ისიც მოხუცები და ჩვენ ბავშვები დარბოდით იმ ეზოში, თამაშობდით და გინდა არ გინდა გვიწევდა ხოლმე შევარდებოდით, გამოვარდებოდით. მე უკვე ცოტა 100-ში რომ მოვედი, უკვე სადღაც 11-12-13 წლის ამაში მე ისიც კი მახსოვს ილია მეორემდე რო იყო პატრიარქი დევდარიანი, დავით მეხუთე, მამაში ვერ ხვდებოდი, მაგრამ მე უკვე 77 წელს ილია მეორე რო გახდა პატრიარქი, უკვე გინდა არ გინდა ამ სირბის ან თამაშის პერიოდში ვესწრებოდი ქადაგებებს და როგორ მახსოვს სკოლაში გვასწავლიდნენ პატრიოტიზმს, წესიერებას, რომ კომუნისტური წყობა, სოციალისტური წყობა და კომუნისტი გაზრდილი კომუნიზმი აშენდეს, უნდა იყოს წესიერი, პატრიოტიზმი და ცუდ რაღაცებს არ ამბობდნენ, ხო, ყველაფერი კარგად იყო და სამაგეროდ აძაგებდნენ ეკლესიას, ტაძარს. ეხლა მე 57 სკოლა მაქვს დამთავრებული და იმ ტაძარში ფიზკულტურის დარბაზი იყო და მოგეხსენებათ ეხლა კომუნისტების დროს ზოგიერთ ტაძარში აბანო იყო, ნახალაუკაში ზოგიერთი საწყობი, ზოგიერთი აი ეს ტაძარიც ანჩის ხატი ეხლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით კომუნისტების პერიოდში იყო სახელოსნო ელგუჯა ამაშუკელი კი იყო ძალიან უმაღლესი დონის მოქანდაკე თუნდაც ქართლის დედა და მახთან გორგასალი და ასე შემდეგ აქ ქონდა გახსნილი სახელოსნო და შიგნითაც ეხლა ხალხია ტაძარი იქ უკვე მისი სახელოსნო და გამომდინარე ამ დაზიანებულია და უფრო მეტი ცუდი ინფორმაციაც ვიცი რომ სანამ ელგუჯა ამაშუკელი აქ შემოვიდოდა აქ იყო რაღაცა ფაჩუჩების ფაბრიკა. ფაჩუჩების ფაბრიკა მე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ მოქანდაკე იქ მუშაობდა. დავერთ ეს სხვა მოგონებებზე, ხო და რას ვამბობდი და ფიქრობდი, კაცო, პატრიარქს რო უსმენდი ქადაგებებზე, გინდა არ გინდა ხო შევიდოდი და წირივ შემდეგ ქადაგება რომ მიდიოდა და ხო უსმენდი და მე ფიქრობ, კაცო, რა კაი რაღაცას ამბობს, რა კაი რაღაცებს, ნუ ის ხო ბიბლიიდან ნაკვეთ როგორც ხდება წირივ დროს ამბებს გვიყვებოდა და აი მაშინ დაუსვი ჩემ თავს კითხვა აი გიждები რატო არ უყვართ სამღვდელოება და რატოა რომ საბჭოთა იმ წყობას საბჭოთა წყობა ვერ იტანდა ეკლესიას დლებს და დასინოდნენ ხო გახსოვთ კინოებში ნატვის ხედა როგორ დასინოდნენ დლებს და საერთოდ კომუნისტურ ფილმებში და აი მაშინ მახსოვს რომ მახსოვს კი რა ჩაუფიქდი რომ რა ხდება და რა პროცესი ხდება, რა არის ეს ამდენი აი ეს წინააღმდეგობა კომუნისტებსა და ეკლესიას შორის. ამას გიყვებით მე თქვენ 13-14 წლის ბავშვის აზრებს და აი მაშინ ეს ინტერესი იმდენად გამწვავდა, ავდექი და ჩაუჯექი უხოსწორით დავიწყე სწავლება. წიგნების კითხვა ისედაც მიყვარდა და ჩაუჯექი სკოლის ბიბლიოთეკაში დავიწყე სიარული, მაგრამ რელიგიური თემები არ იყო, მაგრამ ნუ იმას კი ხვდებოდი, რომ პირველ რიგში უნდა წაგეკითხა ბიბლია. მაშინ ბიბლიის პოვნა ძალიან ძნელი იყო, ძალიან ფაქტიურად შეუძლებელი იყო, მაგრამ ხო იცით ახლა სიონის გარშემო მე ბეთლემის ეკლესიაში იქ ბეთლემ ახლა იმ დღეს ვიხსენები ჩვენ კომუნისტების დროს ესე იგი თბილისში რამდენი ტაძარი მოქმედებდა და სიონის ტაძარი, ქაშვეთის ტაძარი, რუსული ეკლესია რომელიც იმყოფება მარჯანიშვილზე სხვათა შორის მარჯანიშვილის რუსული ეკლესიაში ვარ მე მონათრული ჩემი წინაპრები პარტიული მუშაკები იყვნენ, მაგრამ ერთ-ერთი მომლელი ქალი, როგორ მახსოვს, ბებია, პაშა ბებია, ჩუმად წამიყვანა და რაღაც 40-50 დღის ასაკის ვიყავდა ჩუმად იმ რუსულ ეკლესიაში ვარ მონათრული, მართლმადიდებლურად და რა ვიცი, აი ძალიან ისეთი მიხარიო, რომ აი ესეთ რაღაცაში
მოხდი. ხო და რას ვამბობდი, ესე იგი დავითზე მთაწმინდაზე მოქმედებდა და ხო, კიდო ბარბარეს სიამუშაობდა და ბეთლემის, სადაც აი აღმართი რო არის, ის მოქმედებდა. და იქ მოღვაწეობდა ერთ-ერთი მამაო და ერთხელ რაღაცა დახმარება დასჭირდა და უბნელ ბიჭერ თხოვა და წიგნები გადაქონა და ერთხელ მან შეხვდი ერთ-ერთ უძველეს ბიბლიას, რომელიც ძველ ქართულით იყო დაწერილი, მაგრამ რაღაცა იყო და რაღაცა კი არა, თავიდან ვერ გავიგე რა იყო და მახსოვს ის მამაო ეს ინტერესი რო გამოვთქვი, დამიბარა და აი ესე ასე ნელ-ნელა მიყვებოდა და მიხსნიდა რა ეწერა იმ ბიბლიაში. მერე გავიდა დრო, სვეტი ცხოველთანაც მოხდით, შიომღვივშიც მოხდით და ნელა როგორც ხდება, რაც არ უნდა პროცესი, ხო იცი ყველაფერს განვითარება და ჩემ რელიგიურ განვითარებასაც ქონდა თავისებური განვითარება, შეძლებს და გვარად. მერე მოხდი შემთხვევით უკვე საყად 16-17 წლის ასაკში სასულიერო სემინარია იყო სვეტიცხოვლის ეზოში. იქაც ახლა ეს ძალიან დიდი ისტორია, მოხდი იქა და აი ეს ნელა განვითარდა და ჩემი ასე თქვა რელიგიური განათლება უფრო მყარი და უფრო საფუძვლიანი გახდა. დავიდა დრო, უკვე 86 წელი, 87 მოვიდა, პერესტროიკა, გარდაქმნის დრო და ცოტა უფრო მოეშვა ყველაფერს, მერე გაიხსნა ანჩის ხატიც, აი სადაც ახლა ჩვენ ვართ, გაიხსნა ტაძრები, ხალხი უკვე დაუბრუნდა ეკლესიას და წავიდა სასულიერო საზოგადოებრივი ცხოვრება, სადაც იმ დღის შემდეგ მეც ყოველთვის აქტიურად ვიღებ მონაწილეობას ამ სასულიერო ცხოვრებაში. აი უკვე იმდენი ხალხი მოემატა, ეს აი ხშირად არის ხოლმე რომ ლაპარაკობენ რომ ილია მეორის რა დამსახურება აქვსო. აი ნახეთ ახლა ვერ შევდივარ, მინდოდა შესვლა გადამეყო, მაგრამ არ აუშავს. და ხშირად არის ხოლმე რომ სამწუხაროდ რო იკპინებიან და ზედმეტი რომ მოძდით. წარმოიდგინეთ, პატრიარქი რომ მოვიდა, სულ მთელ საქართველოში იყო 30 თუ 35 მდელი. და აი ამ შრომას რო წყალში გადაუყვი ადამიანს და ამას რო რა ვიცი რა არ მინდა ახლა ასე დღესასწაულ დღესი რაღაც არანორმალური სიტყვები თქვა, მე მგონი ეს უკვე რომც არ მოგწონდეს ადამიანი, რომც რაღაცაში არ ეთანხმებოდე, თუნდაც იმ სწავლებიდან რასაც ქვია რომ ადამიანი უნდა ცდილობს შფოთი რო არის და აი შფოთი რო შემოგაგდა, აი ამ წყალში რო უყლი ამას ყველაფერს, რა არის ეს? არ არის არანორმალურობა და სატანიზმი? რა ვიცი. და ისო წყალში ჩაუყრე ყველაფერს, არ ვიცი. ამაზე მე ჩვენ შეიძლება შემდეგში ვილაპარაკოთ, თუმცა მაინც გული წდება რომ აი ესეთი პროცესები მიდის და ყოველთვის ნებისმიერ ადამიანი რაღაცას კარგს აკეთებს და გონია რომ კარგს აკეთებს და ფასდება და ამას რო წყალში ჩაუყრე ადამიანს და ამას ქვია უმადურობა და ეს უმადურობას რო გამოამჟღავნებ და დაემატება ამას უსამართლობა, ცილისწამება, რა ვიცი, ნამდვილად გიმეულია. მოდი ახლა ეს გადავდოთ და უფრო კაი რაღაცაზე გადავიდეთ, რასაც ქვია უფალი და ეს ყველაფერი. რამდენი ხალხი მოვიდა. იმდენი ხალხი მოვიდა, შიგნით ვერ შევედი და მოდი ჩვენ განვაგრძოთ ჩვენი ამბები. მინდოდა მაინც აი შეუთავსოთ გალობა, სიმღერა და ლოცვა. მე ცოტა შემცირდება და მე შევიდეთ. მაგრამ ჩვენი ამბავი გავაგრძელოთ. თავისთავად ჩემი რელიგიური განათლება და ცნობიერება რო განვითარდა, გავხდი სიონის მრევლი. მამა უმყავდა მოძღვარი და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მამაო, მამა ზურაბი გადაიყვანეს კახეთში და რატომღაც უკვე იმდენი ხალხი მოემატა სიონში. მე ამ პერიოდში გაიხსნა ეს უკვე
ტაძრების გახსნა რო დაიწყო და მათ შორის იყო ანჩის ხატი და რა ვიცი, ჩემი ნები თუ სურვილი თუ რითი გადავწყვიტე, გამختارიყავი ანჩის ხატის მრევლი და ფაქტურად 1997 წლიდან ასე თქვათ ვითვლები ანჩის ხატის მრევლად. და ყოველთვის მიხარია, რომ თბილისში რო ვარ, განსაკუთრებით ჩობისა და აღდგომის დღეს თუ ახავარ ხო, ჩემთვის ეს ზეიმია და აი დღევანდელი დღეც ჩემთვის უდიდესი ზეიმია. ვესწრები შობის ლოცვას და ჩემზე ბედნიერი ადამიანი ამჟამად არავინ არ არის. თავიდან როგორც იმ პერიოდში მრევლი ძალიან ცოტანი ვიყავით, მაგრამ გავიდა დრო და მატულობ და აი ნახეთ დღესაც ახლა შევდივა შიგნით. ეს უნდა გვიხაროდეს, იმიტომ რომ ხალხი უფრო უბრუნდება ღმერთს, უბრუნდება სარწმუნოებას, უბრუნდება ჭეშმარიტებას, უბრუნდება იმ ღირებულებებს, რაც სამწუხაროდ კომუნისტურ და პერიოდში ადამიანებმა დაივიწყეს, დაკარგეს და ასე შემდეგ. მოდით პატარა ინფორმაციასაც მოვგაწვით ამ ტაძრის შესახებ. ტაძარი საკმაოდ მე პირადად ძალიან ვამაყობ და ასე ვთქვათ, თამამაჩემილია ვთქვა, რომ ანჩის ხატელი ვარ და ანჩის ხატი თვითონ ეს ტაძარი მართლა საამაყოა და მე მიხარია, რომ მისი მრევლი ვარ. კაი დიდი რამდენი წელი გამოდის? 27 წლის მრევლი ვარ. სახუმარო არ არის, ხო? და მოდი ცოტა ანჩის ხატი ეს არის ერთ-ერთი 4 უძველესი ტაძარი, რაც თბილისში აშენდა. ერთი არის სიონი, მეორე არის ანჩის ხატი და ბეთლემის იქითკენ არის ძვირთბილისში და ერთ-ერთი უძველესია. ფაქტობრივად მე-5 საუკუნის ბაზილიკური სტილის ტაძარია. წარმოვიდგინეთ, რამდენ ადამიანს აქვს მიღებული აქ მონაწილეობა და რა მადლი და რა გარემო ტრიალებს და წეღანას რომ ვამბობდი ის ებრაელი ჯვარში რო ტრიალებს და რაღაცა ტრიალებს ახა აი ნებისმიერ დროს აქ რო შემოხვიდე ეს რამდენი 16 საუკუნის განმავლობაში რამდენი ადამიანი აქ შემოდიოდა, რამდენი წირვები ჩატერებულა, რამდენი ბავშვი განათლებულა და ავიცი და აი წარმოიდგინეთ აი ამ ტაძრის წევრი რო ხარ და ამ ტაძარში რაც ხდება და ის პროცესი და ამას თუ გაათვისნობიერებ და გაიაზრებ, იმის შემდეგ რატო უნდა მოიქცეს ადამიანი ცუდად და არასწორად. დროზე ასე მე-7-მე-9 საუკუნეებში, მე-11, მე-12 საუკუნეებში ამ ტაძარს ეძახდნენ ზარის ტაძარს. და რატო? ერთადერთი ტაძარი ყოფილა არაბები ხო რამდენი წელი იყვნენ, 300-400 წელი იყვნენ თბილისში. ერთადერთი ტაძარი იყო, რომელსაც ეძლეოდათ ნებართვა ზარი ესე იგი ანჩის ხატი დაერქვა, მოგეხსენებათ, როდესაც კონსტანტინოპოლი დაეცა ანჩის სოფლის დასახლება ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. იქ იყო ხელთუქმნელი ხატი, ბექა ოპიზარის მიერ დახატული ხელთუქმნელი ხატი, რომელიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მთელი ისტორია, ახლა მე მაგას არ მოყვები, ეს ხელთუქმნელი ხატი მოთავსდა ამ ტაძარში. და იმ ხატის საპატივცემლოდ დაარქვეს ანჩის ხატი. ამჟამად ეს უნიკალური ხატი, ხელთუქმნელი ხატი საქართველოს მუზეუმში ინახება. დღემდე მიდის მაგაზე საუბარი, რომ მოდი ეს ხატი აქეთ გადმოვიტანოთ. თუმცა, რა ვიცი, იმდენად უნიკალური და იმდენად ძვირფასია,
არ ვიცი, ახლა ბევრი აზრებია, მით უმეტეს დღევანდელ დღეს აქ გადმოიტანო ის უძვირფასესი და შეუფასებელი ხატი, ან მოიპარონ, ან დააზიანონ. არ ვიცი, მე პირადად ახლა მე ვინა ვარ, მაგრამ ალბათ სპეციალურად მუზეუმი უნდა შეიქმნას და იქ უნდა შეინახოს, რასაც საპატრიარქო გთავაზობს და მე მგონი მართალიც არის, ვიდრე აქ მოიტანო და აქ განასვენო ეს ხატი. ანჩის ხატის ტერიტორია, აი თბილისის მაშინ მდებარეობს და აქ ცხოვრობდნენ, ასე ვთქვათ, თბილისის არისტოკრატია, ფაქტობრივად ეს 18-19 საუკუნეში პარათაშვილები და ბესიკის და ეს პერიოდებია და მოგეხსენებათ ახლა საქართველოს მონარქისტური სახელმწიფო იყო და მეფის გარშემო მისტრიალებდნენ არისტოკრატები, თავადები, ძირითადად ამ უბანში იყვნენ და ფაქტობრივად ეს არისტოკრატები და ეს დიდარი ხალხი ყველა ესწრებოდა ანჩის ხატს. 19 საუკუნეში ფაქტობრივად ბარათაშვილი, ორბელიანი ყველანი აქ დადიოდნენ და ასე ვთქვათ არისტოკრატიულ აზრად ითვლება. აქ არის დაკრძალული კათოლიკოსი დამსახურებული და ბევრი ისტორიული მომენტებია, ეხლა მე ამ სიღრმეებში არ ჩავალ. მიუხედავად ასეთი წარსულისა, ასეთი ისტორიისა, მოვიდნენ კომუნისტები და ჩვენი ანჩის ხატი გახდა ჩების თუ ფეხსაცმელების ფაბრიკა და ხატვართა სახელოსნო. აი ესე და ეს. ესეც ისტორიას ახასიათებს ასეთი ცინიკური მომენტები და ღმერთის წყალობით და მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ მოვხდით ამ თაობაში, მე პირადად ძალიან მიხარია, რომ მოვესწარი და ეხლა ამჟამად უკვე ჩვენი ანჩის ხატი ფუნქციონირებს და ის კეთდება, რაც უნდა კეთდებოდეს, ღმერთის სასიხარულოდ, ჩვენი სულების გადასარჩენად, მადლის მისაღებად და ასე შემდეგ. ბევრი ხალხი მოდის აშკარად, რა წინა წლებში არ იყო ამდენი რა თან. კარგი. ბევრი ხალხი მოდის, ჩვენს თავისთავად მოვდივართ და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი ტურისტები რომ მომყავს ხოლმე და ექსკურსიას რომ ვატარებ ხოლმე, დიდი სიამაყით მომყავს ხოლმე აქ ვატარებ და სულ ამას ვამბობ ხოლმე, მე ხო დავდივარ და იმედია ჩემი შვილიშვილები და ასე შემდეგ ყველანი ივლიან აქ. ანჩის ხატი არის თბილისი არის საქართველო და სადაც ღმერთია, იქა ვართ ჩვენ. დანარჩენი რა გითხრათ მეგობრებო, რისის ვართ აქ მოსულები, ყველას გილოცავთ ქრისტესობას, ეს ისეთი მოვლენა, რა ვიცი, ამ დღეს ადამიანი არ დაფიქრდეს. წამოდით ამხელა რაღაცა მოხდა ამ ცოდვილ სამყაროში, ამ როგორ ვთქვა, ცივილიზაციაში თუ ცხოვრებაში. ენებს რომ გონია, რომ ჩვენ ვართ აქ, რაცა ვართ და ყველაფერი ჩვენ თვითონ წვიტავ და ჩვენში არ არის შესთომა 2000 წლის წინ, რომ ადამიანები და კაცობრიობა გადარჩენილიყო თვითონ უფალმა ინება და თვითონ ჩამოვიდა, რომ ადამიანები გადაერჩინათ, კაცობრიობა გადაერჩინა და რამხელა დამცირება და რამხელა გზა განლო, რომ ჩვენ დავფიქრებულიყავით და ასე დაგვილაგა. ცოტა ჟარგონს ვიტყვი, ყველაფერი დაგვილაგა, გვითხრა რა არის წითელი, რა არის შავი, რა და ისიც გვითხრა რა გზით უნდა წავიდე და აი ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე, აი ადამიანები, აი სიზარმაცე თუ რა ვთქვა, რატოა რომ ამას არ გაიაზრებენ ხოლმე და იმ ასთა ყველაფერს რასაც ქვია სწავლება ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა მაინც აი ახალგაზრდა თაობა მოდის და იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც უფალი გვეუნება, როგორც უფალი გვასწავლის და მე ჩემ თავს და ჩემ თავსაც და ყველას ჩემ მეგობრებო ყველას უსურვებ, რომ კარგად გავიაზროთ რა მოხდა და სულ ცოტა 5 წუთიც რომ გავიფიქროთ
რა მოვლენასთან, რა მოვლენას შევესწარით და რატომ მოხდა ეს და როგორ მოხდა და რისთვის ხდება ეს ყველაფერი. რავი, ჩვენზე ძლიერი ვინმე იქნება. აი, ხშირად არის ხოლმე, რომ ექსკურსიას რო ვატარებ ხოლმე და რო ვიწყებ ხოლმე ბიბლიაზე საუბარს და ახსნას რო უწყებ ხოლმე, აი, ძალიან ხშირად ასე ვამბობ ხოლმე, რომ ჩემზე ძლიერი ადამიანი არავინ არ არის მეთქი და ასე მიყურებდი, იმიტომ რომ მუსკულები მაქვს და რაღაცები. არა. როდესაც რაღაცა პრობლემები მაქვს, რაღაცა გადასაჭირი, მე უცბად გავიფიქრებ, აი ბიბლიაში უფალი რას გვეუბნება, როგორ უნდა გააკეთო და ამ დროს რას გვეუბნება. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ არის ამბები მოყოლილი, ხო, 66 წიგნში და ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ როდესაც ებრაელი ხალხი შორს იყო უფლისგან პრობლემები ჰქონდა ძალიან ბევრი, როდესაც ახლოს იყვნენ უფალთან პრობლემები არასდროს არ იყო, უბრალოდ ადვილად იჭრებოდა და ასე შემდეგ და წერას თქვი ჩემზე ძლიერი ადამიანი არ არის მეთქი, იმიტომ რომ პრობლემები მექნება ხოლმე უცბად გადავხედავ ბიბლიაში რა არის და ბიბლიაში რას გვეუბნება, უფალი გვეუბნება ეს წითელია, ეს ყვითელია, ის არის, ის არის, ეს გააკეთებ ასე იქნება, გააკეთებ ასე იქნება, გააკეთებ ასე. მეტი რა გითხრას უფალმა, რა ხო არ დაკრძალეს და ძალით ხო არა ის სიყვარული გიდგება და რა ვიცი და უბრალოდ ადამიანები არ ფიქრობენ ამაზე და უბრალოდ ზარმაცობენ, ან არ უნდა ფიქრობენ, ან ვერ აცნობიერებენ და ასე შემდეგ. მე კიდე თქვენ მეგობრებო ყველას გისურვებთ, რომ ჩამსტარიყავით ამ ყველაფერში და ჩვენზე ძლიერები და ჩვენზე ბედნიერები არავინ არ იქნებია. აბა ისევ და ისევ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ჯებით და სიხარულით გევლოთ. ჩვენ კიდე წავიდეთ დავესწრათ და ვეზიაროთ და დღევანდელი დღის შემდეგ უფრო შემართები და უფრო სიყვარულით და სიმშვიდით განვაზოთ ჩვენი ცხოვრება. მომავალ შეხვედრამდე.